სტუდიაში საუბარს განვაგრძობ თამთა კაჭახიძესთან, რომელიც დამოუკიდებელი საჯარო მოხელეების პროფკავშირების წარმომადგენელია, თუ ზუსტად ვთქვი, მაგრამ თამთა ყოფილი საჯარო მოხელე არის, ის ძალიან აქტიური ადამიანია და იბრძვის არა მარტო საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვისათვის, არამედ თავად ეს პროფკავშირებიც იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გარკვეული მერიტოკრატიული პრინციპების კვალობაზე წლების განმავლობაში საკუთარი მონდომებით დამსახურებით ქვეყნის კონსტიტუციისადმი ერთგულებით აღმოჩნდნენ ზედმეტები სახელმწიფო სამსახურში, რაც ყველაზე დიდი ტრაგედია, მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის. ერთია რომ პოლიტპატიმრებით გაივსო ციხეები და დილეგები, ასე ვთქვათ, და მეორეა რომ ჩვენი სახელმწიფო სამსახურებიდან უშვებენ ადამიანებს, რომლებიც არა მარტო განასახიერებენ ქვეყნის ეროვნულ მომავალს, არამედ პროფესიონალიზმს და პატიოსნებას. სხვა შორის, როდესაც ახლა ერთად უყურებდით ამ ოპენიერს, ორივემ ერთად გავიხსენეთ, რომ წინა წლების განმავლობაში ის როგორც აი ამ ქვეყნისა და ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი ევროპაში და თავისუფალ სამყაროში სარგებლობდა ადგილობრივი თვითმმართველოვან თბილისის მერიის საბიუჯეტო მხარდაჭერითაც. ეს ასე აღარ არის და დღეს მათ დამოუკიდებლად მოუწიათ ამის მოწყობა. ერთ-ერთი ნიშანი იყო რა თამთა ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი. კი, რა თქმა უნდა, ისევე როგორც 26 მაისი აქამდე აღინიშნებოდა მუნიციპალური და სამთავრობო მხარდაჭერით, ეს იქნება პირველი დღე, როდესაც ეს იქნება სახალხო დღესასწაული და რაც შეეხება ოპენიერს, მათაც აღარ სჭირდებათ უკვე არავის მიხმარება, იმიტომ რომ ეს ერთიანობა, ეს ამდენი ხალხი, ეს არის იმხელა ძალა, რომ უკვე ყოველგვარი დახმარების გარეშეც ამ ადამიანებმა შეძლეს და საუკეთესო ღონისძიება დადეს, რასაც თვალს ვადევნებთ. ეს არის ერთობის შედეგი და ზუსტად ასეთი დღე იქნება ხვალაც. მე არ მახსენდება ჩემს მახსოვრობაში არის დღე 26 მაისი არასდროს მახსოვს რომ ესეთი სახალხო დღესასწაული ყოფილა და თვით ინიციატივით გამართულიყო და აღნიშნულიყო და ხვალ იქნება ასეთი დღე, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი პროფესიული კავშირიც ჩართულია კონსტიტუციის 78 მუხლი და შეუძლებელი იყო რომ ამ ღონისძიებაში ჩვენ არ ყოფილიყავით ამ სახალხო ერთობაში ჩართული, იმიტომ რომ ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვისთვის გაწირეს პირადი კეთილდღეობა და მათ დაკარგეს სამსახურები იმისთვის, რომ დაიცვეს კონსტიტუციის 78 მუხლი, აი იმ ცნობილი 28 ნოემბრის განცხადების შემდგომ. ამიტომ ჩვენთვის ეს ადამიანები არიან კონსტიტუციის მცველები და ხვალ აუცილებლად შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე 3 საათზე და შევერთდებით აი ამ ერთობას, აი ამ სახალხო დღესასწაულს. 3 საათზე შეიკრიბებით თქვენი. ჩვენ ვიცით რამდენიმე მსვლელობის გაერთიანება მოხდება შემდეგ პარლამენტის წინ რუსთაველზე. მანამდე ცხადია დილით პიცის დადების ცერემონიალი იქნება და ამაზე ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრებთ, არ მინდა მიუბრუნდე ტრიბუნაზე შეკრებილი ადამიანების ფარისებრობის ხარისხს, თუმცა ყველა ქართულ სამხედროს იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციისა და საქართველოს ეროვნული დროშის წინაშე დადებს ფიცხადია, უსურებთ გამარჯვებას თავისი ქვეყნისა და მისიის შესრულებას, რაც სწორედ ამ ფიცის შინაარსში არის გამოხატული და გასხივოსნებული და სწორედ იმ ადამიანების სიძლიერე, მათ შორის დამოკიდებული არის ხალხის მხარდაჭერაზე, დამოკიდებული არის ეროვნული ინსტიტუტების მდგრადობაზე. ამ მხრივ ქართული საჯარო სამსახური ძალიან დაიჩაგრა. ქართული ვიხმაროთ ეს სიტყვა შეიძლება ზუსტად კონტექსტში ბიუროკრატია, კარგი გაგებით ბიუროკრატია, რომელიც თავის-თავში აერთიანებს ინსტიტუციონალურ მეხსიერებას, ცოდნას, რომელიც გროვდება და პატიოსნებასაც, რომელიც თავისი საქმის კელთის სინისიერად შესრულებას უკავშირდება. მე ძალიან მწუხარ და გული მწყდება და ამ გულდაწყვეტის მიღმა ალბათ ჩვეულებრივი მოქალაქეები დარწმუნებული ვარ ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობენ საჯარო სამსახურებში პროფესიონალური კადრების გადინების თუ მათი სამსახურიდან გაშვების შედეგებს. და ეს აისახება სერვისებზე, აისახება პრობლემებზე, რომელიც მათ შორის აი თქვენ ძველ სამსახურს თბილისის ასე ვთქვათ ტერიტორიაზე გროვდება, ხო? მაგრამ ხვალინდელი დღე მაინც არის ზეიმის დღე, ასე ვთქვათ. მე ვიცი რომ იყო განსხვავებული აზრებიც, რომ უფრო საპროტესტო აქციის ფორმა მიცემოდა ამას. როგორც ხედავ საბოლოოდ შეჯერდით იმაზე, რომ ეს უფრო ზეიმის დღე იყოს და ამ ზეიმის გათვალისწინებით, მაგალითად ძალიან ბევრი ოჯახებით მოდის, ბავშვები მოყავდა ასე შემდეგ და როგორც მათ თუ ექნებათ შესაძლებლობა, რომ აი ეს განწყობაც და ეს სიტუაციაც თუ იქნება. ეხლა საინტერესოა ლექციების მოსმენაც, მაგრამ ეხლა 26 მაისს რუსთაველზე ლექციების მოსმენა შეიძლება ბავშვებით ბევრს არ უხაროდეს, რაღაცა სხვაც ხო ხდება.
კი ბატონო, ანუ ეს რადგანაც არის სახალხო დღესასწაული და გავითვალისწინეთ, რომ დღესასწაულის ფორმა ქონდა და რა თქმა უნდა, ბავშვებისთვისაც იქნება იქ მოწყობილი კუთხეები, ასევე სხვადასხვა ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის აქ ჩართული, არიან პოლიტიკური პარტიების ჩართული, სხვა მოძრაობები არიან ჩართული და იქ იქნება საჯარო ლექციები, დისკუსიები, მსვლელობები, მარშები, ასევე კუთხეები ბავშვებისთვის, გამოფენები, ამიტომ ყოველ შეუძლია ოჯახებით ეწვიონ, ხვალ მოვიდნენ და დაესწრონ ამ დღესასწაულს და ჩვენი ორგანიზაციაც ელის ყველა საჯარო მომხელეს, რომლებიც გათავისუფლდნენ, რომლებიც კვლავ რჩებიან საჯარო სამსახურში, იმიტომ რომ ეს დღე ყველას გვაერთიანებს და შემდეგ როგორც უკვე ვახსენე, დავიძრებით სულობით, მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი გამოწვევები მათ შორის ჩვენს ორგანიზაციის მიმართაც, ჩვენ ამ დღეს აუცილებლად ვიქნებით მრავალრიცხოვნად წარმოდგენილები და აუცილებლად შედგება ეს სახალხო დღესასწაული აუცილებლად ჩვენი ორგანიზაციის მონაწილეობით არის. კარგი და ბოლოს თამთა რაც მინდა გითხოთ, რა კვებავს თქვენს იმედს? გარდა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ხართ და გარდა იმისა, რომ დრო გაქვთ ბევრი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ამ ქვეყნის ეროვნული იდეის მოღალატეთა პოლიტიკური გვამების ჩამოტარების ისეც შეიძლება მოხდეს და საქართველოში მომხდარა ესეთი რაღაცა, რომ თლათ ასე არ დასრულებულოდ ამას ძალიან ბევრი დრო დაჭიროებია. აი დღეს ჩვენ ხა აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, გამოცხადების დღეს, აღდგენის 9 აპრილს არის და ასე შემდეგ, მაგრამ აი 21 წლის მაგალითი გვაქვს იქით. ანუ ყოველთვის სიმართლე, ყოველთვის პატიოსნება, გმირობა იმ მომენტში არ იმარჯვებს და შეიძლება ძალიან სერიოზულად. თქვენ იმედს რა ყვებავს, რომ აქ ვერც რუსეთი გაიმარჯვებს, ვერც ტოტალიტარიზმი გაიმარჯვებს და თქვენი თაობა და მათ შორის, სხვათა შორის პატიოსანი პროფესიონალი ქართველი საჯარო მოხელეები გაიმარჯვებს. კი ბატონო, ამ კითხვაზე პასუხი ისტორიიდან მაქვს. 1918 წელს, როდესაც მოიპოვა დამოუკიდებლობა ამ ქვეყანამ, იყო ძალიან მცირე და შემდეგ იყო სადღაც 10 წლეულები საბჭოთა მემკვიდრეობა გვხვდა წილად და შემდეგ ისევ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მოვიპოვეთ ძალიან რთულად, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და როდესაც ისტორიას გადავხედავ, მე მაშინ მშვიდდები და მე ვხვდები, რომ ეს ერი ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარეები და ჩვენ აუცილებლად მივახწევთ იმას, რომ გავთავისუფლდეთ ჩრდილოვანი მარწუხებიდან და ჩვენ მერაბ კოსტავამ სხვა შორის რომლის დაბადების დღეც არის 26 მაისი დაგვიტოვა ესე ანდერძივით, რომ როდესაც თქვენ შეწყვეტთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თქვენ როდესაც მოიპოვეთ დამოუკიდებლობას და შემდეგ შეწყვეტთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თქვენ დაკარგავთ ქვეყანასაც და თავისუფლებასაც. ამიტომ ჩვენ ამ გზას გავყვებით და იმ ისტორიული გამოცდილებით ჩვენ არასდროს არ შევწყვეტთ ბრძოლას. გვხვდა ჩვენ მნიშვნელოვანი მისია აი ამ პერიოდში ვცხოვრობ ზუსტად, როდესაც ამ ქვეყნის მომავალი სუვერენიტეტი არის დასაცავი და აუცილებლად ის მისია, რაც ჩვენ გვაკისრია, შევასრულებთ და ეს არის ერთ-ერთი სწორი, რაც ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ. მადლობა თამთა. 3 საათზე იკრიბებით რესურსები. 3 საათზე ვიკრიბებით. მე დაიწყება მსვლელობა. ვერთებით მსვლელობაში.